კაცი უკვე წლებია ყველაზე ჭარბწონიანი ადამიანების სიაში შედის. რამდენიმე წლის წინ კენედი ერთი დღის განმავლობაში წარმოუდგენელ 30,000 კალორიას იღებდა. შედარებისთვის ეს დაახლოებით 60 ბიგმაკის ან 75 კილა კოკა-კოლის ტოლფასია. ამერიკის შეერთებული შტატების ეს მაცხოვრებელი პიკის დროს 468 კილოგრამს იწონიდა. ამასთან უნდა აღვნიშნოთ, რომ ის ყოველთვის ჭარბწონიანი არ ყოფილა. ახალგაზრდობაში კენედი სპორტით იყო დაკავებული. ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც მან სპორტს თავი დაანება. კენედი ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ საკვებს იღებდა. რაღაც მომენტში მან კონტროლი საერთოდ დაკარგა და ფასტ ფუდს და ტკბილეულს შეუჩერებლად ჭამდა. საბოლოოდ ის იმდენად გასუქდა, რომ საწოლიდან წამოდგომაც კი არ შეეძლო. ის ფაქტობრივად პარალიზებული გახლდათ და 4 წლის განმავლობაში საკუთარ სახლში ჩაკეტილი აღმოჩნდა. ცხოვრების ასეთ სტილს კენედის სიცოცხლისთვის გამოსალმება ნებისმიერ დროს შეეძლო. ამიტომ მისი გადარჩენის აუცილებლობა დადგა. კენედის სახლიდან გამოსაყვანად და საავადმყოფოში მისაყვანად მეხანძრეებს კედლების განგრევა დასჭირდათ. ჩვეულებრივ კარში ის ვერანაირად ვერ გაეტეოდა. ექიმებმა მას დახმარება აღმოუჩინეს და მისთვის ძალიან ძლიერ დიეტაზე დასვეს. კენედს დღეში მხოლოდ 1200 კალორიის მიღება შეეძლო. ერთ თვეზე ოდნავ მეტ დროში მან თითქმის 66 კილოგრამი დაიკლო. ასევე მას ჩაუტარდა ოპერაცია, რა დროსაც ფეხებზე დაგროვებული ცხიმები ამოუყეს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად მან წონაში დაიკლო და შეიცვალა, კენედი ჯერ კიდევ ჭარბწონიანია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. შემდეგ გმირს ჟღერადი წოდება აქვს. ავსტრალიის ყველაზე მსუქანი ადამიანი. ყოველი შემთხვევისთვის ის ამ ტიტულს რამდენიმე წლის განმავლობაში ატარებდა, სანამ დახმარება არ ითხოვა. უნდა ვთქვათ, რომ ის კენედივით ბევრს არ ჭამდა და დღეში დაახლოებით 12,000 კალორიას იღებდა, მაგრამ ესიც კატასტროფულად ბევრია. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ანდრე ფაქტობრივად საერთოდ არ მოძრაობდა. მამაკაცი ძირითადად მავნე პროდუქტებით იკვებებოდა, რამაც ის 468 კილოგრამამდე გაასუქა. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ამაში დიდი წვლილი ანდრეს დედას მიუძღვის. ის შვილს მავნე პროდუქტებით ბავშვობიდან ყვებავდა. დაწონის მატების შემდეგაც კი, როცა უკვე თავად გადაადგილებაც კი არ შეეძლო, დახმარების ნაცვლად კიდევ უფრო მეტი და მავნე საკვებით ავსებდა. საბოლოო ჯამში დადგა იგივე შედეგი, რაც დღევანდელი ვიდეოს სხვა გმირების შემთხვევაში. სახლში გამოკეტვა, უმწეობა, ჯანმრთელობის პრობლემები და სხვა. 2015 წელს, როცა სიტუაციამ უკვე ზედმეტად საშიში სახე მიიღო, ექიმებმა მამაკაცის საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. კარებში ის არ ეტეოდა, ამიტომ კედლების ჩამოსაღებად მაშველების გამოძახება გახდა საჭირო. ექიმებმა ანდრე მიიყვანეს საავადმყოფოში. მისი ნათესავებისგან იზოლაციაში ამყოფებდნენ და საჭირო დახმარებასაც უწევდნენ. ავსტრალიელმა სხვადასხვა ქირურგიული ჩარევის შედეგად 170 კილოგრამზე მეტი დაიკლო და სპორტითაც კი დაკავდა. ანდრეს განსაკუთრებით ბოქსი უყვარს. იმის მიუხედავად, რომ მას ჯერ მხოლოდ სუსტი დარტყმების განხორციელება შეუძლია, ესეც კი დიდი დონას კარგი ჭამა ბავშვობიდან უყვარდა, მაგრამ წონის მომატებაზე მუშაობა მთლიანი პროგრამით უკვე შუახნის ასაკში დაიწყო. ის ცოლად გაყვა შეფ-მძარეულ მამაკაცს. ღამე ძილის ნაცვლად დონა მისი ქმრის მოტანილ საჭმელს ჭამდა. ასე რამდენიმე წელიწადში ქალბატონმა 155 კილოგრამს მიაღწია. კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ მისი წონა 255 კილოგრამს შეადგენდა. დონამ კი გადაწყვიტა მსოფლიოში ყველაზე ჭარბწონიან ქალაქად ქცეულიყო. მან შეგნებულად თქვა უარი სიარულზე და ყველგან ელექტროსკუტერით გადაადგილდებოდა. ერთი დღის განმავლობაში კი 12,000 კალორიას იღებდა. ალბათ გაინტერესებთ, საიდან ჰქონდა მას ამის ფინანსები. დონამ მისი მიდრეკილების მონეტიზება მოახდინა. მან შექმნა საიტი დონაციებისთვის, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს მისთვის ფულის გადარიცხვა შეეძლო. საპასუხოდ კი ჭამის და აწონვის ვიდეოებს იღებდა. ქალბატონი წონაში სულ უფრო და უფრო იმატებდა და 300 კილოგრამსაც კი გადააჭარბა. მას 470 კილოგრამამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია. იქნებ მისი იდეის რეალიზება საერთოდ არ ღირდა.